მნიშვნელოვანი რჩევებითა და რეკომენდაციებით რა უნდა გაითვალისწინოს ერთის მხრივ ახალბედა ავტომობილმა ავტომობილის შეძენის პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ რა დაუჯდება მას ფნიანად უკვე ავტომობილის შენახვა და რა ნიუანსები არის გასათვალისწინებელი, მაშინ ასე ავტობანი და ბატონი ბაკურ ხუნდაძე შაბათის ბიზნეს კონტაქტში. მიუხედავად დაანონსებული არაერთგზის რეგულაციისა, ჩვენს ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. რა უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა თანამოქალაქემ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში და რა დაუჯდება მას უკვე ამის შემდეგ ავტომობილის შენახვა? ტრადიციულად კომპეტენტური პასუხებით ამ კითხვებზე ავტობანი და ბატონი ბაკურ ხუნდაძე მოგვამარაგებენ, რომლებიც ტრადიციულად შაბათის ბიზნეს კონტაქტს მასპინძლობენ. ბაკურ, საკმაოდ დიდ და სოციალურ საკითხს ვეჭიდებით. რამდენად როგორც ყოველთვის ტრადიციას დაცულია, მოგეჭებია დავიწყოთ. ჩამოსვლეთ საბურავებზე და ვისაუბროთ ამ თემებზე. კი ბატონო. დავიწყეთ. რეალურად რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს, რაც შეიძლება შეიძინოს ჩვენმა თანამოქალაქემ ავტომობილი. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია? ეს ჯობია მეორად დილერთან მოხდეს თუ იგივე ცენტრში მოხდეს ამ ავტომობილის შეძენა და უკვე რა არის შემდგომში გასათვალისწინებელი? სანდრო, მაგალითად გერმანიაში როდესაც მიდიხარ მანქანის საყიდად, გეკითხებიან, რამდენ კილომეტრს გადიხარ დღეში? ესე სამსახური რა მანძილზეა, რა სიარული გიწევს? თუ 27 კილომეტრზე ნაკლებს გადიხარ, გეუბნები რომ აუცილებლად უნდა იყიდოთ ბენზინის ძრავიანი მანქანა. თუ 27 კილომეტრზე მეც გადიხართ, უკვე თქვენი მენტალობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე დიზელი ან ბენზინი. მანამდე არ აქვს აზრი, იმიტომ რომ გადასახადების იქ ბევრი გადასახადია დიზელზე. ამის გამო გითვლიან, სროდემდეა რენტაბელური შენთვის თქვათ, რომ არ იყიდო დიზელის მანქანა. კი ბატონო, აი დღესდღეობით რა სიტუაციაა უკვე შექმნილი? აი საჯობია რეალურად ავტომობილის. აი ახაც ჩვენთანაც ეს რომ დათვლა უნდა დავიწყოთ ქართველებმა როდისღაც, უნდა მივხვდეთ რომ რაღაც ზღვარზევი თუ თანხას აპირებთ დახარჯო ავტომობილზე, აზრი აღარ აქვს მეორადი მანქანის ყიდვას, უნდა წახვიდეთ სალონში და გამოიყვანოს სალონიდან მანქანა. მაგრამ ამას ვერ შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, სტუდენტს ან ახალდაწყებულ სამუშაო ვისაც აქ ადამიანს, რომელიც მთლიანად ცეცხლით ყიდულობს, რომ მოდით ახლა მე გინდა თუ არა 30,000-იანი ან 20,000-იანი მანქანა იყიდეთ, თუმცა 15,000-იანი მანქანებიც არის სალონებში დღეს და მიდის და ადამიანს 3 და 4,000-იანი მანქანას ყიდულობს. ეს დასაშვებია. მაგრამ ადამიანმა უნდა რაც შეიძლება რენტაბელობიდან მანქანა არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეგაწუხოს, ხო? ამიტომ რჩევა იქნება, მოდი ესეთი, რომ ჯერ თუ ვაპირებთ ყიდვას მანქანის, უნდა ვიყიდოთ ის მოდელი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ქალაქში. როდესაც მოდელი რაც უფრო მეტად არის გავრცელებული, მისი სერვისი უფრო იაფთება და უფრო მარტივი ხდება. ჯერთი ოსტატებმა იციან უკვე მისი პრობლემები, გინდათ ელექტრობის, გინდათ თქვა და არა ელექტრონაწილის, უფრო მარტივია მოძებნა იმ ოსტატის, რომელიც ამ მანქანას მოემსახურება. იმ წუთში ჩნდება ესეთი ნიშ მარკეტული სერვისები, რომელიც რაღაც მოდელს ემსახურება, მაგალითად პრიუსებს ემსახურებენ, უკვე ცალ-ცალკე გაჩნდა სერვისები. ასევე დაშლილი ნაწილიც უფრო მეტად იშოვნება, ახალი ნაწილიც უფრო მეტი მარტივი საშოვნელია, თუმცა თუ გინახა პრესტიჟი და გინდა იმ გამორჩეულ მანქანაზე ეშდე, ბენტლიზე ეშდე, როლს-როისზე ეშდე, მაშინ ეკონომიაზე უნდა ილაპარაკო. თუმცა მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ და რჩევაც, რომლისკენ ამ შემთხვევაში ბოლოს დავაკვალიანებთ ჩვენს მაყურებელს, რომ აი მაგიდაზე რაც გვიდევს, ის ყველაზე ნაკლებად საჭირო აღმოჩნდეს. ნაკლებად აღმოჩნდეს საჭირო. კი ბატონო, აი ესენი რეალურად ხელში აღმოჩნდეს. აი ესენი ყველაზე ნაკლებად, თუმცა საბოლოო ჯამში რადგანაც აი გავრცელებული სტრუქტურაა საქართველოში, რომ როდესაც აი მაგალითისთვის ოჯახში ჩდება $3,000, ეს ოჯახი პირველ შენაძენს აკეთებს ავტომობილის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში აქედან გამომდინარეობს, რომ სერვისები ზუსტად აი ამ დაბალი, ასე ვთქვათ, საშუალო ეკონომიური კლასის ავტომობილებზე მოდის. შესაბამისად, აი ავტობანი როგორ პასუხობს ამ ყველაფერს და აი ძირითადად თქვენი მომსახურების მიმართულებები როგორ არის ორიენტირებული ზუსტად აი ავტობანი სწორედ ამაზეა ორიენტირებული, უპასუხოს ამ მოთხოვნას, რაც შეიძლება მალე და ჩქარად და რაც შეიძლება ხარისხიანი ნაწილით. ეს სწორედ პრობლემა არ არის. პრობლემა არის, რომ იქნება მენტალობაში შევიტანოთ გარდათ ახლა მომხმარებლის, რომ მან უნდა იყიდოს უბრალოდ ხარისხიანი დეტალი, არ ეძებოს თქვა ბაზრობებზე ფალსიფიცირებული, ალბათ მომავალში გვექნება ერთ-ერთი გადაცემა ფალსიფიკაციაზე, რომ ამას შევხებივართ ადრეც ჩვენ და ეს ესეთი მძიმე პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, დილერებთან ჯობია იყიდოს ნაწილები და რაც თავარია ისევ ის, რომ მანქანის ყიდვის დროს უნდა დავფიქრდეთ ბევრჯერ, სანამ მანქანას ვიყიდეთ თუ რატომ ყიდულობთ, არ შეიძლება მოდელი მოგეწონოს და გავარდე და იყიდე, იმიტომ შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს შემდეგ მისი ექსპლუატაციის პირობებით. სანდრო, რა მინდოდა მე თქვა, მე ადრეც თქვი ერთ-ერთ გადაცემაში, რომ კანონმდებლობა არის, აი, როდესაც მდინარეს აქცევენ კალაპოტში, თქვა, ხო? კანონმდებლობას ეს თავიდან ბოლომდე შეუძლია მდინარე მართოს, თქვა, რომ რასაც ქვია, თქვა, ინდუსტრია.
მაგრამ ჩვენ დღეს კანონმდებლობა გვაქვს, რომელმაც ცოტა მძიმე მდგომარეობაში დააყენა ჩვენი მოხმარებელს ხელი კრა 4-5 წლის მანქანების ყიდვისკენ, იმიტომ რომ იქ არის ყველაზე შეღავათიანი გამბაჟების პირობები, მაგრამ რა გვთავაზობს ბაზარი ამ წლოვანების მანქანებში? ხო, შეუძლებელია თქვათ ან გერმანელმა, ან იაპონელმა, ან ამერიკელმა გაყიდოს მანქანა 4-5 წლის, თუ ის არის სრულყოფილი, მას რამე პრობლემა არ ჭირს, გამოუსწორებელი პრობლემა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდა მანქანა, თუ ის არის ან დარტყმული, ელექტრონული, ან კოლოფის პრობლემა, ასე გამოუსწორებელი, ძალიან ძვირადღირებული პრობლემა აქვს. თუ რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში ეს პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩვენთანაც ძვირადღირებულია ამ პრობლემის გადაწყვეტა და მე ძალიან ხშირად მინახე ადამიანები, რომ ვერ წყვიტავენ ამ პრობლემას და მანქანა რეალურად გადასაგდები ხდება ეს. ნუ ეს რა, აი როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის დარეგულირება, რომ შემდეგ უკვე მომხმარებელი არ გადავარდეს ზედმეტ ხარჯებში? ნუ აი ხა უკვე მითხრეს, რომ უკვე ეს დილერები, რომელიც თქვა იაპონიიდან მანქანებს ეზიდებოდნენ, დაიწყეს უკვე ამერიკულ ბაზრებზე ძიება, კოპარტის არის ეგეთ, სადაც აი სადაზღვე უშვებს მანქანას, რაც ვერ გადაწყვიტა, რომ ის არ გაკეთდება, უშვებს გასაყიდად, ან დამტვრალ მანქანებს ყიდიან და ისინი მასიურად ეძებენ უკვე იქ მანქანებს და უკვე თავაზობენ კიდევაც იქ ყიდოს მანქანებს. მესმის. თუმცა ავტომობილის შეძენა ეს ცალკე პრობლემაა, თუმცა არანაკლებ პრობლემაა უკვე მისი შენახვა და შესაბამისი, ესე ვთქვათ, მიმართულებებით მომარაგება. თუ არსებობს ერთიანი ფორმულა და ერთიანი სტრუქტურა, რადგანაც ამ შემთხვევაში საქართველოს არ გამოირჩევა მაინც და მაინც, ესე ვთქვათ, ანუ ყოველ შემთხვევაში დიდი რაოდენობა არ დადის მაღალი კლასის ავტომობილებით. შესაბამისად, რადგანაც ერთიანი სტრუქტურა გვაქვს საშუალო კლასის ავტომობილებისა, ერთიანი ფორმულა თუ არსებობს, აი რა უჯდება საშუალოდ ჩვენთან ამოქალაქეს ავტომობილის შეძენიდან უკვე შენახვის შემდგომი პერიოდი. საერთოდ ავტომობილი ოჯახის ერთი დამატებითი წევრი. რა თქმა უნდა. ნუ ჩვეულებრივ ერთი წევრი გემატება. გარდა იმისა, რომ ეს ბენზინის ხარჯის გარეშე. უბრალოდ როგორც მომხმარებელი. ამიტომ ისევ იქიდან გამოდის, თუ მანქანას აქვს რამე სისტემური პრობლემა, მისი გამოსწორება საკმაოდ ძვირიჭდება. ხოლო თუ არ აქვს სისტემური პრობლემა და არის ესეთი მიმდინარე ხარჯები მანქანის, აქ საქართველოს საკმაოდ ბევრი წინადადება არის. არის როგორც ორიგინალი, ასევე არაორიგინალი ნაწილები და საშუალოდ როგორ გითხრათ, ალბათ 300-400 ლარი, კვარტალში ალბათ ესე, გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილი. წელიწადში 1000 ლარი მაინც ავტომობილისთვის, აი ზეთის შეცვლა, სამხურჭე ხუნდების შეცვლა, იქ უბრალოდ აი მინასაწმენდების შეცვლა, სითხეები, რომელიც უნდა ჩაისხლოს, ზამთრისთვის, ზაფხულისთვის მზადება, იქ ანტიბრიზის შეცვლა, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ. ბაკურ, ასევე მაინტერესებს, ეხლა ნაწილების კუთხით და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ, რომ საკმაოდ ფართოა სპექტრი, რასაც თავაზობს ავტობანი საკუთარ მომხმარებელს, თუმცა, როდესაც აი ამ დაანონსებული რეგულაციების შემდეგ, მიუხედავად ამისა, მაინც იზრდება ავტომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ადრე თუ გვიან ჩვენ მივიღებთ შემცირებულ მაჩვენებელს. აი რეალურად რა მოლოდინები არსებობს ბაზარზე და აი ეს რეგულაციები თქვენი აზრით? სანდრო, ამას ვერ შევამცირებ. მანქანა ისეთი რაღაც არის. ცივილიზაციაც ისეთი რამე, რომ ხანდახან ცოტა კონსერვატორ ადამიანს არ სიამოვნებს ბევრი რამე, აი შეუჩერებელი პროცესია. მე მახსოვს თავის დროზე ტაივანის პრინცესა ჩამოახჭეს ქურუმებმა, იმიტომ რომ ელექტროფიკაცია დაიწყო. ხო, ეხლა წარმოუდგენელი თემაა, ხო, ეხლა ამასთან წინააღმდეგობის გაწევა, რომ სისულელე იყო, დღევანდელი დღიდან აბსოლუტურად ნათლად ჩანს, ხო? ისევე ჩვენ ხანდახან რაღაცას ვეწინააღმდეგებთ, მაგრამ ის შემოდის და ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ. მის რეგულაციაში მოქცევას თუ გავაკეთებთ, უკეთესია ყველაზე. კი ბატონო, ნაწილების კუთხით და მომსახურების კუთხით კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სპექტრი არის საკმაოდ ფართო, თუმცა საბოლოო ჯამში რა პერიოდია ახლა ავტომობილის შესაძენად? ანუ საბოლოო ჯამში კარგი პერიოდია თავშეკავების პერიოდი. თავშეკავების პერიოდი. ბაზარი არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებელი. არ ვიცით, რას შემოგთავაზებენ ქართველი ტრეიდორები, თქვათ, რა მიმართულებას აირჩევენ. ჯერ ისინი ცდილობენ შეისწავლონ ბაზარი, ეძებონ ქართულ რეალობისთვის მისაღები ფასები, თქვათ, ის თუ კანონმდებლობაში ეძებონ ის ხრელები, რომელშიც შეიძლება მათ გაატარონ თავისი პროდუქცია, მაგრამ რა ვიცი, მიმაჩნია, რომ კანონმდებლობა ცოტა ნაჩქარევად არის მიღებული, არ არის გააზრებული და ცოტა გვიბიძგებს ესეთი პრობლემური მანქანების შესყიდვისკენ. ბაზა უბრალოდ ჩვენ შესაძლებელი გვაქვს პარკი. აი სწორედ ძველი ევროპული მანქანები, რომელიც თავიდან შემოდიოდა, ისინი ძალიან დაძველდა.
ამ პარკის შეცვლისკენ თქვა ხელისყურ ადამიანებს წახალისება, ესეც კანონმდებლობით არის შესაძლებელი, რომ ეს წახალისება გავაკეთოთ, ამისი მრავალი ფორმა არსებობს. აი მაგალითად გერმანელი ფრანგებმა ვერ შეცვალეს პარკი, მაგრამ გერმანელებმა მოიფიქრეს მშვენივრად, რომ მთელი სამხელა პარკი გამოწყორდეს ყოფილ საბჭოთა კავშირში. და შემდეგ ამაზე ფულსაც აკეთებდნენ. ფულსაც ძალიან კარგად, ჯერ მარტო საქართველოზე მოდის ძალიან დიდი წილი. ასევე რუსეთშიც და ასევე გაგიმხელთ, რომ ბიზნეს კონტაქტის რამდენიმე ჟურნალისტი არის უკვე ახალბედა მძღოლი, რა იქნებოდა თქვენი სამი რჩევა? მასდამი ავტომობილის შენახვის თვალსაზრისით. შენახვის თვალსაზრისით რაც შეიძლება არ მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე მანქანა რო ვთქვა, უკვე პრობლემით მოვიდნენ სერვისში. შეეცადონ წინა ეს ჯანმრთელობას გავს ადამიანს რა, ხო? წინასწარ რაღაც დიაგნოსტირებები გაატარონ მანქანას, ვთქვა, ოსტატთან დაილაპარაკონ იმაზე, რომ თუ რისი შეცვლა იქნება რეკომენდირებული, მანდა მაინც ხა ქუჩაში არ გამოუვარდეს იქ რაღაცა დეტალი დაკიდების და გინახია ხო ეს საბურავ გამოუვარდნილი მანქანები და ევაკუატორს რომ იყავს და ამ ეს უკვე ძვირიჟდება რა თქმა უნდა ყველაფერს ჯობია წინასწარ გათვალო, დაგეგმო, რას გააკეთებ, როგორ გააკეთებ, აუცილებლად სერვისთან შეთანხმება. კი ბატონო, ეს არის დამწყები მძღოლები, არა მარტო მანქანის მფლობელები, რაც შეიძლება ვიყოთ ნაკლებად აგრესიულები გზაზე. დათმობა უნდა იყოს პრესტიჟი. ამაზე ხელ ვაპარაკობდით, ხო ჩვენ? დათმობა აუცილებელია გახდეს ჩვენთვის პრესტიჟული და უნდა გიამაყებოდეს, როდესაც ვიღაცას უთმობ და ის იქიდან მადლობას გიხდის, ეს არის ძალიან სასიამოვნო გზნობა და თუ ჩვენ ქალაქში ეს არ დამკვიდრდა, როგორც აი მე უთმობ სასწრაფოს, არ არის პრესტიჟი. ჯობია უკვე დავაანონსოთ ჩვენი ერთობლივი სოციალური კამპანიაც, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების წესების გამგაცრებას გზებზე და რაც შეიძლება მოწოდებას, რომ ვიყოთ ერთმანეთის პარტნიორები გზებზე. აი ამ სლოგანით ავტობანი და ბიზნეს კონტაქტი ებმევიან, შეიძლება ითქვას, ერთიან კამპანიაში და ჩვენ ამ ყველაფერს შევძენთ და შევძენთ დამატებით ტემპებს და მასშტაბებს. ახლა მინდა რომ კიდევ იქნება ერთ-ერთი თემა დავაანონსოთ, ეს არის პარკირების თემა ქალაქში, იმიტომ რომ თუ მე მანქანას ვერ გამოვიყენებ, თქვა იმის რომ წავიდე რაღაცა ვიყიდო თქვა და რაღაცა ჯერა თუ ფეხითაც ერულ შემიძლია სამსახურში შემიძლია მივიდე ფეხით, მაგრამ როდესაც შვილი მყავს წასაყვანი სადღაც, როდესაც დედა მყავს წასაყვანი სადღაც, ექიმთან გინდას და იქ მე მანქანას ვერ ვაჭერებ, ეს არის კატასტროფა. ეს იქნება ჩვენი უკვე შემდეგი სასაუბრო თემა, თუმცა საბოლოო ჯამში ახალბედა მძღოლებს ვეთქვით, რომ ყველაფერი არის ავტობანში იმისთვის, რომ თქვენ უპრობლემოდ მოახდინოთ თქვენი ავტომობილის შენახვა, თუმცა მთავარი ქალბატონებო და ბატონებო არის ის, რომ არ დაგჭირდეთ აი ეს ხელსაწყოები. აბა როგორ გინდათ ავტომობილი ხომ სოციალური მოვლენა. დიდი მადლობა ავტობანს და ბატონ ბაკურ ხუნდაძეს ტრადიციულად საინტერესო მასმის მომავალ შეხვედრამდე. ამ დროისთვის სულ ეს იყო, მე უკვე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით და მარტივ პრინციპს შეგახსენებთ, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ. დავრჩეთ ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტზე.